გააჩნიათ აშკარა პოლიტიკური იდეოლოგია და ნეგატიური წინასწარ-განწყობები აქციის მონაწილეების მიმართ, რაც წარმოადგენს პოლიციის შესახებ კანონით გარანტირებული პოლიციის პოლიტიკური ნეიტრალიტეტის პრინციპის დარღვევას. საჯაროდ გავრცელებული ვიდეო მტკიცებულებებიც ადასტურებს, რომ პოლიციელთა მხრიდან ადგილი აქვს უარყოფითი, ესე ვთქვათ, პოლიტიკური შეხედულებების გაჟღერებას აქციის მონაწილეების მიმართ. ისინი შედიან პოლიტიკურ დისკუსიაში მათთან, დასცინიან პროტესტის მონაწილეებს ეთნიკური, პოლიტიკური, გენდერული, მსოფლმხედველობრივი, რელიგიური თუ სხვა კუთვნილების გამო და იყენებენ სიძულვილის ენას და პროვოცირებენ მათ. და რა თქმა უნდა, კიდევ ერთხელ ვიტყვით, რომ არც ერთი სამართალდამცავი თუ ნიღბიანი კრიმინალი არ მიცემულა პასუხისგებაში, ასე ვთქვათ, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ გავრცელებული განცხადებით დაზარალებული სტატუსი მინიჭებული აქვს მხოლოდ 52 პირს და 226 პირის მიმართ არის დანიშნული სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზა. რა თქმა უნდა, 52 დაზარალებული პირი არის ცოტა, იმიტომ რომ ადგილი ქონდა ასობით ადამიანის მიმართ ძალის გამოყენებას და მათ მიმართ წამებას და ღირსების შემლახავ მოპყრობას. მეც მოგესალმებით, მეც გამოვეხმაურები გაეროს დამოუკიდებელი ექსპერტების ანგარიშს. პირდაპირ შეიძლება ითქვას, რომ ეს არის საგანგაშო ის, რასაც ჩვენ ვკითხულობთ ამ ანგარიში და ფაქტიურად საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით გავსი ანგარიში არასოდეს არ გამოქვეყნებულა. აქ არის საუბარი განზრახ ფიზიკურ ძალადობაზე, მუქარაზე, დაშინებაზე და შურისძიებაზე დაკავებულების მიმართ. დაკავებულების მიმართ იყო ისეთი ტიპის ზიანი მიყენებული, რაც უტოლდება წამებას და რაც მთავარია ამ ანგარიში წერია, რომ ეს არ იყო ერთეული შემთხვევები და ამას ჰქონდა მასშტაბური ხასიათი. მუქარა ძირითადად რომელსაც გამოიყენებდნენ სამართალდამცავები ეხებოდა ფიზიკურ ანგარიშწორებას, გაუპატიურებას, სხეულის ნაწილების დამტვრევას. ასევე ანგარიში საუბარი იმაზე, რომ ეს დაკავებულები უნდა იყვნენ გათავისუფლებულები. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის პასუხისგებლობაზე არის საუბარი, რომელსაც მუშაობაც არ არის ეფექტური და კიდევ ერთხელ ისინი მოუწოდებენ მათ, რომ ეფექტური გამოძიება ჩაატარონ და აქ კიდევ ერთხელ ის, რაზეც საუბრობდა ნინო, საერთო პასუხისგებლობაზე არის საუბარი, ანუ იმ პირების მიმართ, რომლებიც არიან ჩართულები ამ კონკრეტულ სისხლის სამართლის დანაშაულზე და იმ პირების მიმართ, რომლებიც არიან ამ ადამიანების ხელმძღვანელები. მათი პასუხისგებლობაც უნდა დადგეს და მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს არის დროის მომენტი, მათი პასუხისგებლობა ამ ქვეყანაში ნამდვილად დადგება, რაც შეეხება სისხლის სამართლის საქმეებს, აი ეს ყველა ტენდენცია, რასაც ჩვენ ვკითხულობთ ამ ანგარიში, ასევე ჩანს სისხლის სამართლის საქმეებშიც და გამოძიებებშიც. ამ ეტაპისთვის, როგორც იცით, არჩევნების შემდეგ დღემდე სახელმწიფოს ადმინისტრაციული წესით ყავდა დაკავებული 500 ადამიანი, ხოლო სისხლის სამართლის საქმით 44 პირი დააკავა. აქედან მათი ასაკი 19 წლიდან იწყება და ამ პირებთან დაკავშირებით ინფორმაციაც გვაქვს, მათ შორის არიან სტუდენტები და ასევე მზია ამაღლობელი, რომელიც არის ჟურნალისტი. სისხლის სამართლის საქმეების განხილვის დროს სასამართლოები დაუსაბუთებლად უფარდებენ დაკავებულებს წინასწარ პატიმრობას, უგულებელყოფენ დაკავების დროს ბრალდებულთა არაადამიანურ მოპყრობას, წამებას, ასევე იმას თუ რამდენად კანონიერად ჩატარდა სხვადასხვა პროცედურა, მათ შორის ჩხრეკაც, ისინი აჭიანურებენ პროცესებს, აერთიანებენ ბევრი დაკავებული საქმეს და იცით კიდევაც მედით გავრცელებული ინფორმაციით ზოგი ადამიანი პირველად ხვდება ერთმანეთს სასამართლოს დარბაზში. რაც შეეხება იმ კონკრეტულ პირებს, რომლებიც ჩართულები არიან სახელმწიფოს მხრიდან ამ კონკრეტული ადამიანების დასჯაში, ხომ? და პირველ რიგში უნდა ითქვას, რომ ეს ყველა პატიმარი არის ბიძინა ივანიშვილის პატიმარი. კიდევ ერთხელ არ არსებობს მტკიცებულება იმასთან დაკავშირებით, რომ ისინი კონკრეტულ საქმეებში იყვნენ ჩართულები, ეს არის ბლანკეტური და საერთოდ არანაირ სტანდარტს არ აკმაყოფილებს, მაგრამ კიდევ ერთხელ გამხორციელებლები ამ უკანონო ბრძანებების არიან კონკრეტული ადამიანები, ესენი არიან მოსამართლეები, პოლიციელები და პროკურატურის წარმომადგენლები. დღეს ჩვენ წარმოვადგენთ კიდევ ერთხელ დამატებით იმ ადამიანების სიას, რომლებიც უკანონობაში არიან ჩართულები და სჯიან ამ ადამიანებს
ადამიანებს საქართველოს სიყვარულისთვის. მოსამართლეები, რომლებიც სისხლის სამართლის საქმეებში არიან ჩართულები. ქეთევან ჯაჭვაძე, თამარ მჭედლიშვილი, ირაკლი ხუსკივაძე, ლელა მარიდაშვილი, დავით მგელიაშვილი, ნანა შამათავა, დავით კურტანიძე, ლევან ყოლბაია, არსენ კალატოზიშვილი, თეონა ეპიტაშვილი, ნინო სახელაშვილი, ნინო თარაშვილი, ლელა კალინჩენკო, გიორგი მგელაშვილი, ზვიად შარაძე, ნათია გუდაძე, ნატო ხუჯაძე. პროკურორები, რომლებიც ამ საქმეებში არიან ჩართულები და კიდევ ერთხელ ჩადიან სისხლის სამართლის დანაშაულს. ვაჟა თოდუა, შმაგი გობეჯიშვილი, გიორგი მუკბანიანი, ნუგზარ ჭიტაძე, თამარ იაკობიძე, როინ ხინთიბიძე, ანი ხუბეჯაშვილი, ვლადიმერ თურმანიძე, თორნიკე გოგეშვილი, პაატა ცეცხლაძე და ასევე კიდევ ერთხელ წარმოგიდგენთ დამატებით იმ პოლიციელების ვინაობას, რომლებიც ცრუ მოწმეებად გამოიყენებიან სასამართლოს პროცესების დროს. ესენი არიან უჩა ჭულუხაძე, ზაურ მიქაძე, რევაზ ბიჩენოვი, თენგის ჩიტიშვილი, გიორგი კალანდაძე, ნინო მელაძე. ყველა ამ ადამიანთან დაკავშირებით ინფორმაციას ვაგროვებთ და როგორც ქვეყნის შიგნით საზოგადოებას ვაწვდით ინფორმაციას მათ ჩართულობასთან დაკავშირებით, ასევე ვაწვდით ინფორმაციას საერთაშორისო ორგანიზაციებს და ჩვენ პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლებს. მადლობა ყურადღებისთვის.